გადასცემის და ამ თვალსაზრისით უანესი სახელმწიფო პროგრამი იღებთ, რადგანაც მარტო უნდა იყოთ ინფორმირებული ქვეყნის თავდაცვის და მის მიღებული 1996 წელს იანვრის ბოლოს ზუსტად საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ. ამის შემდეგ თავისი არსებობის მანძილზე უშიშროების საბჭომ რამდენიმე ეტაპი გაიარა, იგი მნიშვნელოვან ინსტიტუტად ჩამოყალიბდა და ეს იყო ცენტრი, სადაც უწყებათა შორისი კოორდინაცია ხდებოდა და მრავალი გადაწყვეტილება იქნა მომზადებული და რაც ყველაზე მთავარია, აქ ხდებოდა იმ ტიპის დოკუმენტების მომზადება, რასაც ქვია სტრატეგიული დოკუმენტები ქვეყნისა და სწორედ ამ სტრატეგიული მომზადებისას საფუძველი დაედო ჩაეყარა ახლებურ ხედვას, გააზრებას ქვეყნის უსაფრთხოებისა. მთლიანად ქართულ საზოგადოებას მიულოცო მნიშვნელოვანი თარიღი, ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციით განსაზღვრული ინსტიტუტის 20 წლისთავი, ეს არის თარიღი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ჩვენი ახალი უკვე წინა საუკუნის ბოლოს აღდგენილი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს, იმ ინსტიტუტებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის დაცულობას, თავდაცვის უნარიანობას ჩვენი ქვეყნისა და ბუნებრივია ამ დღეს ჩვენ იმედით ვიყურებით მომავალში, რომ მომავალშიც ასეთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტები უზრუნველყოფენ და გააღრმავებენ საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დაცულობას ჩვენი მოსახლეობის. ჩვენ შევქმნით და ინსტიტუციურად დავაფუძნეთ სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და პრეზიდენტის ინსტიტუტების ერთობლივი თათბირისა. ასეთი ფორმატის სიმართლე გითხრათ, კონსტიტუციური ასეთი ფორმატი სხვა არც ერთ სტრუქტურაში არ არსებობს. ეს არის ფორმატი, როდესაც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და შესაბამისი კომიტეტების და უწყებების ხელმძღვანელები ერთობლივად თათბირობენ. ეს არის ფაქტიურად უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილი. ამ საბჭოს თათბირი ამ თვალსაზრისით გულისხმობს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქართული შეიარაღებული ჯარების რიცხოვნობა, ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობა, თუნდაც ერთ-ერთ ჩვენთვის აქტუალურ საკითხში სხვა ქვეყნებში, სხვა ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით, მაგალითად სხვა ქვეყნის ჯარის გატარება ან შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. მოხარული ვარ, რომ მქონდა საშუალება იმედოვნებინა თვალი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის განვითარებისთვის, ჯერ კიდევ ადრეული სტადიიდან, ეტაპებიდან ქალბატონმა ირინა იმერბიშვილმა გაიხსენა საკონსტიტუციო პროცესი, როდესაც სწორედ კონსტიტუციის დონეზე იბადებოდა ეს ორგანო და იმ დროისათვის ეს არის 93, 14, 15 წლები ახალი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი ჩვენი სახელმწიფოს შექმნის პროცესში იყო მცდელობა იმისა, რომ გაგვეზიარებინა, რა თქმა უნდა, წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების მაგალითები და მახსოვს რამდენად როგორ ყურადღებით ვეცნობოდით სხვადასხვა მოდელებს.